კარგით, ეხლა სანამ წავალთ თქვენთან ერთად ცხინვალის დასავლეთ მიმართულებისკენ და მოვლენებს გავყვებით. Რო დაუბრუნდეთ აეროპორტის პერიოდს. თან გისმენდით და რო საუბრობდით, იცით რა გამახსენდა ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდიდან. 2013 წლის დასაწყისი იყო, თუ არ მეშლება და ბატონი სოზარი მაშინ ჩემი კოლეგა იყო, მქონდა პატივი და ის შემომეშველება თუ ფაქტები ნათლად ვერ გავიხსენე, თუმცა მგონია რომ კარგად მახსოვს. მაშინ მოხდა დაიწყო სხვადასხვა ფაქტზე აღიძრა საქმეები. 2013 წლის მაისამდე პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს ნაწილი იყო მოგეხსენებათ და აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი საგამოძიებო მოქმედების დროს, რომ თქვენს მინისტრს ბატონ ვანო მერაბიშვილს ჰქონდა ეგრეთ წოდებული ოპერატიული პასპორტი. თუ სწორად მახსოვს, მაისურაძის გვარზე. ოპერატიული პასპორტი, ვინც არ იცის რა არის, გაიცემა მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში. გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, ვინც ეწევა ან სადაზვერვო, ან სხვა უშიშროების გნებავთ სამხედრო მიმართულებით საქმიანობას და უზრუნველყოფს სახელმწიფოს ინტერესის დაცვას, მათ შორის პირველ რიგში უსაფრთხოებას. ასეთ დროს გრიფით გაიცემა პასპორტი, მკაცრად შეზღუდული ოდენობით და პირობებში. ფოტო იყო ამ შემთხვევაში იგივე, ანუ ვანო მერაბიშვილის, მაგრამ პასპორტში ეწერა, რომ ის არის მაისურაძე. ბატონო შალვა, თქვენ ხომ არ გქონიათ ასეთი პასპორტი როდისმე? არასოდეს არ გქონიათ.